გამარჯობა. მორიგი ლაივ ჩართვა მინდოდა, ცოტა სიღრმისეული ეროვნული ბანკის და მიმდინარე თემებზე, ამ სანქციებზე. ახალ რუბრიკას დავიწყებთ. არსი დავარქვათ, იმიტომ რომ ეს ამ რუბრიკის ფარგლებში უბრალოდ დაწვრილებით ავხსნი. რა ხდება, ხშირად ეს ტექნიკური საკითხები არის და მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავერკვიოთ რა ხდება. პირველი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს მაგრად იბრძოლა. ძალიან მაგარია. ძალიან დიდი მადლობა იმ ხალხს, რომელმაც პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა ეროვნული ბანკიდან. ეს არ არის ადვილი, რასაც ეს ხალხი აკეთებს. ჩხუბი, ნერვების მოშლა, განსაკუთრებით ქალებს, ძალიან დიდი მადლობა. ხალხმა გვახსოვდეს, რომ ისტორია ეკუთვნის გამბედავ ხალხს. და ამასთან დაკავშირებით აი ეგ მინდა გაჩვენოთ, აი ეს სურათი. აქ არის ამ სურათზე არის, მე გაჩვენებ ცალკე რუბრიკას, ქართველი მამლუქი, რომელიც მურადბეი, რომელიც იყო ეგვიპტის მმართველი. ძალიან რისხანე სახე აქ. გაჩვენებთ. ეს არის მურადბეი და რომელიც ებრძოდა და შეებრძოლა ნაპოლეონს. ეს არის პატარა საქართველოსდან მოტაცებული პატარა სოფლის ბიჭი. მურადბეი, წაიკითხეთ მის შესახებ თუ არ იცით. მე აღბრთოვანებული ვარ. ხო და ლეგენდები არის მისი და რამდენიმე კიდე მამლუქის შესახებ, რომელიც წავიდა და რომელიც ძალიან დიდი ხალხი გახდა ეგვიპტეში. მაშინ იმპერიებს მართავდნენ ფაქტობრივად და ამის თქმა მინდოდა, რომ ისტორია არის გამბედავი ხალხის კუთვნილება. ყველას გვეხება. ამიტომ ვინც რაღაც გამბედაობას გამოაჩენს და დაუპირისპირდება რაღაცა გაბატონებულ წესებს, ხო? ის იმას უნდა უთხრათ ყოჩახ, ჩემი აზრით. რა ხდება სანქციებზე? ესე იგი, დავიწყოთ იქიდან, რომ რა ხდება, რა მოხდა და მთავარი არსი იმის, რაც მოხდა, არის, რომ ჩვენ სახელმწიფოში გადაწყვეტილებები მიიღება არა გრძელვადიანი პოლიტიკით, რომელიც გათვლილია ყველაზე. ესე მიიღება ყველგან. აი ვთქვათ, რა უყოთ ამ პრობლემას? ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკა, ეს დავნერგოთ. არამედ მიიღება შემდეგნაირად. იმის და მიხედვით ეს გადაწყვეტილება რამდენად ეხება ან არ ეხება ვინმეს. კონკრეტულად პატარა ჯგუფს ადამიანების ოლიგარქატს. ოლიგარქატი დაუძახოთ. ოლიგარქი და მისი შემოგარენი, ხო? ამ შემთხვევაში ფარცხალაძე ერთ-ერთი მთავარი ბიძინა ივანიშვილი არის. რა მოხდა? ესე მიიღება რა. ნახეთ რა მოხდა. 4 აგვისტოს, ამ წლის 4 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენო მხარს უჭერთო, ესე იგი ყველგან გაის ამ პასტები მაგ მაპატიეთ. ჩვენო მხარს უჭერთო სანქციებსო და უნდა ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს ამას აუცილებლად ეს სანქციები უნდა დავნერგოთო შემდეგნაირადო და ამის ნაწილი ვართო ამ სანქციების რეჟიმის. არც იქნება სხვანაირად. რატო არ იქნება იცით სხვანაირად? იმიტომ რომ თუ ფული ვინმეს გადაურიცხიან, მიუღია, იქ ნახავს, რომ მთელი სახსრები, რომლებიც მოძრაობს ხო საქართველოსდან, გაივლის შუამავალ ბანკებს, ამერიკულ ბანკებს, დასავლურ ბანკებს, ან ევროპულ ბანკებს და ეს ბანკები არიან აი ამ სანქციების სისტემის, დასავლური სისტემის ნაწილი. ამის გარეშე უბრალოდ არ გამოვა. ვერ გაატარებთ ამ თანხებს იქით-აქეთ, იმიტომ რომ შუაში არიან ევროპული და ამერიკული ბანკები, რომლებიც ამ თანხებს არ გაგიტარებენ, თუ იქ რაღაც კითხვის ნიშანი არის. ამიტომ ეს 4 აგვისტოს ბრძანება ისედაც გასაგები იყო, მაგრამ მაინც ეხა დროშა, ვინმეს ეჭვარ შეეპაროს, რომ ჩვენო სანქციებს არ ვასრულებთო და ამისთვის მიიღეს. გადის დრო, ჩემი ვერსია, რომ ამ დროს გაიღვიძა ვიღაცა
დაფიქრდა, ფარცხალაძემ დარეკა, ვიღაცამ დარეკა, ფარცხალაძის საქმე წარმოიშვა, დაასანქცირეს ამერიკიდან ფარცხალაძე და მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, რომ მარტო ფარცხალაძეზე აქ არ არის. და ვიხავე ვიტყვი. ანუ მე ვიღაცამ დარეკა და ამ ეროვნულ ბანკსმა უთხრა განსაკუთრებით ნათია თურნავას, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც ჩანს ამაზე, ანუ არის პრეზიდენტი და არის საბჭო. რაღაცა გადაწყვეტილებებს ერთი იღებს და რაღაცა მთლიანად საბჭო. საბჭომ ეს არ იცოდა როგორც ჩანს. ნათია თურნავას დაურეკეს და უთხრეს, რომ შენ ხო არ დაგავიწყდაო მანდო რატო ხარო? იმიტომ ხო არა ხარო, რომ ძალიან მაგარი ხარო. იმიტომ ხარო, რომ დავალებებს კარგად ასრულებო. და არცაცია, არცაცხლა და ნათია თურნავამ შესაბამისი ბრძანება მიიღო რა, რომ თუ საქართველოს მოქალაქეზე არის სანქციაო, მაშინო ჩვენ უნდა დავალოდოთო საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ანუ თან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბოლო ინსტანციამდე რო ავა სასამართლო, აი იმ გადაწყვეტილებას უნდა დაველოდო. ანუ ეხლა ავიღოთ შემთხვევა. დაასანქცირეს საქართველოს მოქალაქე პეტრე პავლიაშვილი. საქართველოს სასამართლომ სამი ინსტანცია უნდა იმსჯელოს და მერეო ჩვენო გავითვალეთ დაუყადაღებთო ქონებასო. მანამდეო არაო. ეხლა ნახეთ. ანუ საქართველოს სასამართლოს სამი ინსტანციით რო იმსჯელოთ, ჩათვალეთ ეს არის მინიმუმ 7 წელი და მეტი. თან ისეთ თემაზე, სადაც პოლიტიკური ინტერესია, სასამართლოების იწარი ხო ვიცით. ანუ სასამართლოს ეს ნიშნავს, რომ გადაგდება არის ფაქტობრივად რა. ანუ თქვენს რომ საქართველოს მოქალაქეს, ვისაც აქვს ქართული პასპორტი, თუ ეხება, კარგად იყავით. ამიტომ ამბობთ ჩვენ, რომ ეს ბრძანება არის გასვლა დასავლეთის სივრციდან. სინამდვილეში ეს ბრძანება არის, რომ პირდაპირ არ თქმა, რომ სანქციას არ ვიღებთ, მაგრამ სინამდვილეში ეგ არის. თქმა, რომ უკაცრავად სანქციების რეჟიმიდან ჩვენ გავდივართ. ოღონდ რატო გავდივართ? ეხლა აქ ძალიან დიდი პრობლემაა. აქ ფარცხალაძეზე არ არის. ფარცხალაძეს ჯერ ეს ერთი ეგ ფული რამდენიმე წელია ნაშოვნი აქვს და ისე კარგად აქვს უკვე განკარგული, რომ ძალიან მეეჭვება, რომ ეხლა თავის სახელზე საბანკო ანგარიშებზე კონდეს სახსრები. წერია იმ სანქციაში, რომ ის დიდი ხანია ამერიკაშია, უკაცრავად რუსეთშია და რუსეთში საქმიანობს და როგორც ჩანს, ის 700 მილიონი, რომელიც DGG-ების აფიორით სავარაუდოდ მან გააკეთა, მან მიითვისა, ეს 700 მილიონი გაათეთრა დასავლეთში, ხო ვერ გაათეთრებდა, გაათეთრა რუსეთში. შესაბამისად, ფარცხალაძეს მოქალაქეობა რომც შეუწყვიტონ, არაფერს ვიმტრო, ეს ბრძანება ძალაში, ეს არის იმისთვის გაკეთებული, რომ დაიკლოს მუხტმა. და ეს ბრძანება ძალაში რჩება, ხვდებით? და ეს ბრძანება ძირითადად ვისეხება რამდენიმე ოლიგარქი დარჩა ამ ქვეყანაში, პატარა ოლიგარქები და ბიძინა ივანიშვილი. თუ გაქვს ქართული პასპორტი, შენ გაქვს იმუნიტეტი. შესაბამისად, ეს არის ასევე საშუალება მწვანეს მიცემა ვიღაცა ოლიგარქებისთვის სხვაგან, რუსი ოლიგარქებისთვის, მათ შორის ქართული პასპორტები იყიდეთ, მეგობრებო. აბა რა, ანუ ეს არის, მაგას ქვია საერთაშორისო სამართალში შავი ხვრელი, ანუ სივრცე, რომელზეც საერთაშორისო სამართალი არ მოქმედებს. აი ეგეთი რაღაცას გაკეთებას აპირებენ აქედან, მაგრამ ძირითადად ვიღაცეებისთვის კი არ არის ეს ჩვენების დასაცავად არის. პირველ რიგში დიდი ხანია საუბარი არის და ითქვა კიდევაც ექსპერტების მიმართ, რომ ეს შეეხება ბიძინა ივანიშვილს. ეს არის პრობლემა. ეხლა პრობლემა კიდევ ის არის, რომ არანაირად ამ გადაწყვეტილების გატარება დასავლეთთან არ გამოვა, ძალიან სერიოზული რეაქციები წამოვა. რეაქციები წამოვა ჩვენი საბანკო სისტემის მიმართაც, დაისვება კითხვის ნიშნები და ჩვენ ყველანი დავზარალდებით. ყველა ადამიანი, რომელიც სარგებლობს საბანკო სისტემით, გადარიცხვებით, ის ხალხი დაზარალდება აქ. კიდე, რაც უნდა ითქვას, ეროვნულ ბანკზე, რაც მე მაგათ მიმართ პრეტენზიები მქონია, ესე იგი, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიტანე საპენსიო სისხლთან დაკავშირებით. 40%-იანი განაკვეთი რო აქვთ ჩვენს მოხუცებთან მიმართებაში. ესე იგი, რომ ძარცვავენ ჩვენს მოხუცებს და ვთქვი, რომ მივითხოვდი, რომ ეროვნული ბანკი ჩარეულიყო და მომხმარებელთა უფლებები, ანუ ხალხის უფლებები დაეცვა. ეროვნული ბანკს პირდაპირ უწევია ფუნქციებში. არის მომხმარებელთა უფლებების დამცველი. ასევე იპოთეკის
საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გვეზრდება მუდმივად. წარმოუდგენელია, ესე იგი ბანკს შეუძლიათ სამხრივად შეგატყობინოს, რომ გაგეზარდა იპოთეკის განაკვეთი. ხალხს ესდება 1000 და ადვილია, უცებ არსაიდან გათვლილი რო არა 1000 ლარი მოიტანოს ზედმეტი, რომ იპოთეკო გადაიხადო. ამაზე ყველაფერზე ეროვნული ბანკი აქამდე დუმდა და ამბობდა, რომ ვერაფერს ვერ ვიზავ, იმიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ეს არის საბაზრო ეკონომიკა, ვერ ჩავერევიან, თურმე თუ დაურეკეს და საკუთარი ტყავი იყო გადასარჩენი, ძალიან კარგადაც ჩაერევიან. ამაშია საქმე. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვითხოვთ, რომ ეროვნული ბანკი დადგეს თავის ადგილას და დაიცვას ჩვენი მომხმარებლების უფლებები, ეს მოთხოვნა უნდა გავაგრძელოთ და არავინ აღარ დაიჯერებს მაგათ ნალაპარაკებს და თურნავას ნალაპარაკებს, რომ თურმე ის დამოუკიდებელია და არ ერევა. ძალიან კარგად ერევა, როდესაც სამი კაცის ინტერესის დაცვა არის და მაგათი ოჯახების. და არა, როდესაც 3 მილიონის ინტერესი არის დასაცავი. ამაშია საქმე. აქეთ ვართ ჩვენ ყველა და იქით არიან ისინი. აი ამაშია საქმე. ეხლა შემდეგი, სალომე ზურაბიშვილზეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვისაუბრო. ძალიან ბევრს აქტიურობს ის ევროპასთან მიმართებაში. სალამე ხალხო, კითხვებიც თუ გაქვთ, ეგეც დამიწერეთ რა, სიამოვნებით, რაც ვიცი, გავცემ პასუხს. სალომე ზურაბიშვილი ბევრს რო აქტიურობს ევროპასთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ, ნათია თურნავა თანამდებობაზე მან წარადგინა. როდესაც ის წარადგენდა ვანო ჩხარტიშვილის მარჯვენა ხელს, ოლიგარქ ჩხარტიშვილის მარჯვენა ხელს ამ თანამდებობაზე, ძალიან ბევრი, მათ შორის მეც ვამბობდი, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, ის გაატარებს ოლიგარქატის ინტერესებს და დამოუკიდებელი ვერ იქნება. სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილმა ხალხს არ მოусმინა, ეს გადაწყვეტილება მიიღო და შედეგი აგერ არის. ის იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ნაბიჯებისთვის. არ შეიძლება ეგრე თქვა, რომ იცი რა, უკაცრავად შენ როგორ შეგეშალა, როდესაც მთელი მტკიცებულებები შენს წინ იყო. ეხლა მეორე, ზუსტად ასევე თავის დროზე მან იუსტიციის საბჭოში წარადგინა ერთი ქალი, თამარ ღვამიჩავა, რომელიც ახლაც იქ არის. იუსტიციის საბჭოში და კლანის მოსამართლეების გვერდზე ასე კვორუმს უსებს. ყველაფერს აკეთებს, რასაც თხოვენ. რომ არა თამარ ღვამიჩავა ძალიან ბევრ გადაწყვეტილებაზე მოსამართლეების მაფიას არ ეკნებოდა უმრავლესობა. ეს დანიშნაც, ერთი ამბავი ატყდა მაშინ, მის დანიშნაზე, რომ ვერ იქნება დამოუკიდებელი, ჩემს მაგევრად დანიშნა მან იუსტიციის საბჭოში, მე რო ვადა გამითავდა, მაინც იგივე გააკეთა. ორივე უსერიოზულესი ინსტიტუტი, სასამართლო და ეროვნულ ბანკში. მას აქვს მიღებული არასწორი საკადრო გადაწყვეტილება და ეს ძალიან სერიოზული სათქმელი არის. როდესაც დღეს ის რაღაცეებს აპროტესტებს, მათ შორის ევროპულ საკითხებს, ევროპაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სასამართლოს დამოუკიდებლობა არის. და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან მიმართებაში რაღაცა ახსნა განმარტებები არის აუცილებლად სათქმელი მისი მხრიდან. ჩვენ ვიღებთ და ამ ბრძანებას ყველა შემთხვევაში გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ბრძოლა გაგრძელდეს. ეს ბრძანება თურნავამ უკან უნდა გაიტანოს, იმიტომ რომ ზიანი ამ ბრძანებისა ძალიან დიდია. ეს ბრძანება არის იმუნიტეტი და რეალურად საქართველოს გადააქცევს ბანანის რესპუბლიკად. არა სახელმწიფოდ, რომელიც იღწვის, რომ ფეხზე დადგეს, პროცესები გამართოს, ყველა თანასწორი იყოს კანონის წინაშე. ხა როგორ არის ადგება ვიღაცა მინისტრი და გადავა ხვალ და იცი რა, უცებ აღმოაჩნდება ფარცხალაძეს 30 ბინა აქვს და მილიონერი. როგორ არის ეგ? აი ეგ როგორ არის? და ვიღაცა კიდე წავა და ისეთივე მოხელი არის, როგორც იყო მანამდე, ან როგორ ისეთივე ცხოვრობს, როგორც მანამდე. ყველას როგორ აღმოაჩნდება ხოლმე ეს მაღალთანადობის პირებს ნიჭი და ჩვეულებრივი ადამიანები რატომღაც ვერ ქმნიან ამ ბიზნესებს და ამ დოულats ესე ადვილად. ამიტომ ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლის გაგრძელება. ამის თქვა მინდოდა. იმედია რომ ნორმალურად ავხსენი რაც ხდება საბანკო სფეროში და რაც მთავარია მომხმარებელთა უფლებებისთვის ჩვენ ბრძოლა გავაგრძელოთ. ეროვნული ბანკმა თვითონ დადო თავი აგერ გილიოტინაზე, ასე შემოდო თავი გილიოტინაზე. ხო და შესაბამისად ახლა მას პასუხი მოეთხოვება ბევრ სხვა რამეზეც.
დროებით რომ ისმენდით, ძალიან დიდი მადლობა ყველას. ეს გვერდი ძალიან პოპულარულია, მილიონობით ხალხს ესმის ჩვენი ხმა და ეს თქვენი დამსახურებაა. ნახვამდის.